საერთაშორისო კვლევებით ჯენზის 60%-ს ერთხელ მაინც ჰქონია პანიკური შეტევა, მაგრამ ამავე დროს ეს თაობა ისტორიაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს აჩვენებს ნარკოტიკების მახმარებაში. მას რეალურად რა ხდება? სანამ პასუხს გასცემ, დაფიქრდი ამაზე. პრობლემა შესაძლოა სისუსტე საერთოდ არ არის. ის შეიძლება ბევრად უფრო სისტემური იყოს. შენ ხარ ისტორიაში ყველაზე მეტად დაკავშირებული თაობა. სოციალური მედია, სტრიმინგი, გლობალური კომუნიკაცია, ყველაფერი ხელისგაწვდენაზე გაქვს. მაგრამ ამ ფერადი ფილტრებისა და აქტიური ჩატების მიღმა მილიონობით ადამიანი თავს უფრო მარტოდ, შფოთიანად და უიმედოდ გრძნობს, ვიდრე ოდესმე. ძველი თაობები ამას სისუსტეს ეძახიან, მაგრამ ფსიქოლოგები უკვე ხვდებიან, ეს შესაძლოა უბრალოდ დიდი გაუგებრობაა. შენ ხარ პირველი თაობა, რომელიც ინტერნეტით გაიზარდა და გაურკვევლობა ძვლებშია. შენ სკოლაში სროლის საწინააღმდეგო ვარჯიშები ისწავლე, მანამ სანამ ალგებრას გაიგებდი. უყურებდი, როგორ კამათობდნენ უფროსები კლიმატის კრიზისზე და ამავე დროს გეუბნებოდნენ, რომ მომავლისთვის უნდა მოგემზადებენ. თავი, რომელიც სულ უფრო არარეალური ჩანდა. შენი ნერვული სისტემა გაიზარდა ეკრანში, სადაც შეტყობინებები მოდიოდა მანამდე, სანამ შენ ემოციების ბოლომდე გაგებას ისწავლედი. ამ გარემომ რეალურად შეცვალა შენი ტვინი, რასაც ნეირომეცნიერებაში ნეიროპლასტიურობას ეწოდება. მაგრამ ამ მუდმივ სტიმულაციას თავისი ფასი აქვს. გონება, რომელიც არასდროს ისვენებს და მუდმივად დაბალი ინტენსივობის სტრესშია. წინა თაობებისთვის ყველაფერი მარტივი იყო. იმუშავე, იყავი ერთგული, იყიდე სახლი და წინწადი. ეს ქმნიდა რწმენას, რომ შენი შრომა უდრის შედეგს. მაგრამ შენ სულ სხვა რეალობაში გაიზარდე. ნახე, როგორ დაკარგეს შენმა მშობლებმა სახლები 2008 წლის კრიზისში. ნახე, როგორ გაიზარდა განათლების ფასი, ხოლო ხელფასი ადგილზე დარჩა. შენ დაიწყე მუშაობა პანდემიის დროს, როცა ადამიანებს 15 წუთიანი ზარით ათავისუფლებდნენ. შენ დაითვალე ყველაფერი და მიხვდი, რომ ნორმალური ცხოვრება ახლა მოითხოვს 2 სამსახურს, დამატებით შემოსავალს და ცოტა სახსაულსაც. და როცა სისტემა აღარ პასუხობს შენს ძალისხმევას, შენი გონება იცვლება. შენ იწყებ ფიქრს, რომ შედეგი შენზე აღარ არის დამოკიდებული. ძველი თაობა ამას სიზარმაცეს ეძახიან. ფსიქოლოგია ნარსწავლ უსუსურობას. ეს არის მდგომარეობა, როცა წარუმატებლობა გასწავლის, რომ ძალისხმევა აღარ აქვს აზრი. აქედან იწყება ჩუმად გასვლა, არა იმიტომ, რომ არ გაინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ლოგიკური პასუხი გატეხილ სისტემაზე. ზოგი ამბობს, რომ ჯენზი ვერ უძლებს ზეწობას, რომ ისინი ტოვებენ სამსახურს ჯადურდად, როცა სირთულეს შეხვდებიან. მაგრამ რეალობა სხვანაირია. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები უფრო პროდუქტიულები არიან მაშინ, როცა აქვთ აზრი და თავისუფლება, არა მაშინ, როცა უბრალოდ იტანენ. ჯენზი არ გაურბის შრომას, ისინი უარს ამბობენ უზარმაზარ თამაშზე. მაგრამ ამ ყველაფრის აქვს მეორე მხარეც. სოციალურმა მედიამ შექმნა ახალი პრობლემა – ფილტრის დისმორფია. ადამიანები საკუთარ თავს ვეღარ აღიქვავენ რეალურად. ეკრანზე ნახილი იდეალური ვერსია ნამდვილს არასაკმარისად აგრძნობინებს. შენ ხარ ყველაზე დაკავშირებული თაობა და მაინც ყველაზე მარტოდ. იღვიძებს ჩატებში, იძინებს სტრიმებში, მაგრამ მაინც გაქვს უცნაური სიცარიელე. ეს არის პარასოციალური ურთიერთობა, როცა ვიღაცას ეკრანზე გრძნობ ახლოს, მაგრამ ეს კავშირი რეალურად არ არსებობს. შენ კომფორტული ხარ ონლაინში, მაგრამ ნერვიულობ რეალურ თვალებში ყურების. და თან ადგილები, სადაც მეგობრობა იზრდებოდა, ნელ-ნელა ქრება. შედეგი? უფრო მეტი მარტოება ვიდრე ოდესმე. ჯენზი უბრალოდ არ წუნიწავს. ეს არის თაობა, რომელიც უფრო მეტად აცნობიერებს საკუთარ ემოციებს, საღრზღვრებს და საჭიროებებს. თუ სიმწყნიცე ნიშნავს ჩუმად ტანჯვას, მაშინ შეიძლება სუსტად ჯანდე. მაგრამ თუ სიმწყნიცე ნიშნავს თქმას, მე კარგად ვერავარ, მაშინ შენ ყველაზე ძლიერი თაობა ხარ. შენ არ ანადგურებს ძველ მორფლს,
შენ ამოწმებ მას. შენი შიფოთვა შეიძლება პრობლემა არ არის. შეიძლება ეს იყოს სიგნალი. საბოლოო კითხვები. შენი შიფოთვა სისუსტეა თუ ლოგიკური პასუხი სამყაროზე, რომელმაც ადამიანობა დაკარგა? შენ ხარ პრობლემა თუ ცვლილების დასაწყისი? რომელი უფრო ახლოს მოხდა? უსუსურობა თუ მარტოება?